შესაძლებელი ხდება ერთ-ერთი ყველაზე რთული დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. საუბარია ფილტვის კიბოზე, რომელიც მსოფლიოში ლეტალობის მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს. დაავადების სკრინინგს 1 მაისიდან თბილისის მერია დააფინანსებს. უფასო დიაგნოსტირებით ისარგებლებენ დედაქალაქში რეგისტრირებული 45-დან 75 წლამდე ასაკის თამბაქოს მომხმარებლები და ის მოქალაქეები, ვინც მოწევა 15 წელია შეწყვიტა. კონსულტაციების შედეგად უკვე შერჩეულია 20-მდე წამყვანი კლინიკა, სადაც საჭირო პროცედურები ჩატარდება. კვლევების თანახმად ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა პაციენტის სიცოცხლის შანსს 70%-მდე ზრდის. დაფინანსების ახალი პროგრამის მიზანი სწორედ მძიმე დიაგნოზის მქონე პაციენტების გამოვლენა, მხარდაჭერა და მათი სიცოცხლის გახანგრძლივებაა. სკრინინგის მთავარი მიზანი არის გამოავლინოს ფილტვის კიბოს ადრეული სტადია და შესაბამისად გადაარჩინოს უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ფილტვის კიბო ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული სიკვდილიანობის მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად ეს დაავადება საქართველოში 1000-ზე მეტ პაციენტს უდგინდება. აქედან 85% თამბაქოს აქტიური მომხმარებელია. შესაბამისად დადგენილია, რომ ფილტვის კიბოს გაჩენის მთავარი მიზეზი სიგარეტის მოწევა. დაავადებას ადრეულ სტადიაზე არანაირი სიმპტომი არ გააჩნია. ამიტომ მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ სკრინინგი და დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა სიკვდილიანობის რიცხვს საგრძნობლად დამცირებს. დამტკიცებულია არაერთი კვლევით და არაერთი სკრინინგ პროგრამით, რომ იგი ფილტვის კიბოს სკრინინგი ამცირებს სიკვდილობას მამაკაცებში 24% და ქალებში, რაოდენიმე უცნაურიც არ უნდა დაჟღერდეს, 30-დან 60%-მდე. ანუ დამტკიცებული ფაქტია 100-ობით და 100,000-ობით ადამიანზე, რომ ფილტვის კიბოს სკრინინგს შეუძლია ადამიანების გადარჩენა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ საქართველოშიც ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა არის შესაძლებელი. თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას 1 მაისიდან იწყებს. ეს პროცედურა მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება. თუმცა იარსებებს გარკვეული კრიტერიუმები. პირი დედაქალაქში უნდა იყოს რეგისტრირებული და მისი ასაკი 45-დან 75 წლამდე უნდა იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ფილტვის კიბოს გამომწვევი მთავარი ფაქტორი თამბაქოს მოხმარებაა, სკრინინგი სიგარეტის მომხმარებლებს ჩაუტარდებათ. პროგრამაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, ვინც თამბაქოს მოხმარებას თავი ბოლო 15 წელში დაანება. შესაბამისი დარგის სპეციალისტების მონაცემებით ფილტვის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა 70%-მდე ზრდის სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელს. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამა, რა თქმა უნდა, ხელშეუწყობს თავიდანვე ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები და ადრეულ ეტაპზე მოხდეს დაავადების გამოვლენა, რაც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. მე ყველას მინდა ჯანმრთელობა უსურვო, თუმცა აღნიშნული პროგრამა ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია მოქალაქეებს, ვინც ამ მიმართულებით დაინტერესებული იქნება და კვლევების ჩატარება მოუნდება, რა თქმა უნდა, არანაირი გადასახადი არ ექნება, ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს მუნიციპალიტეტი. დედაქალაქის ახალ პროგრამას ამ ეტაპზე 16 სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება. ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შერჩეული კლინიკები თბილისის სხვადასხვა არეალში მდებარეობს. ყველა კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, მიღებული იქნა რადიოლოგთა ასოციაციის წევრებთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ და ეყარება იგი საერთაშორისო გამოცდილებას. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მიმართულებით იაქტიუროს მოსახლეობამ და ადრეულ სტადიაზე მოხდეს ამ რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების დაფინანსება და ადრეულ სტადიაზე მოხდეს კიბოს გამოვლენა. ფილტვის კიბოს სკრინინგის დასაფინანსებლად თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური საქალაქო სამსახურის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. მაღალი მიმართვიანობის შემთხვევაში კი დაფინანსების გაზრდა მოხდება.